პირველი მოდით დავიწყოთ ემოციური ფაქტორით. ნებისმიერ ადამიანს რო ვკითხო, აი მაგალითად წარმოიდგინეთ ქუჩაში მოდის ზალიკო და პირველი შემხედი როგორი სახე აქვს მას ასახედავენ ზალიკოს. ნებისმიერ ადამიანს აქვს კეთილგანწყობა მის მიმართ, იმიტომ რომ თვითონ არის ძალიან დადებითი ადამიანი, თვითონ ასხივებს ამ კეთილგანწყობას. ეს პირველია და რასაკვირველია, მე ცნობილი ადამიანი რომ არის, ესეც ასე წინ გადადგმული ნაბიჯია თქვა საარჩევნო კამპანიისთვის და მე უკვე მისი პროფესიონალიზმი მან უშუალოდ იცის თვითონ შეხება ჰქონდა თავის პროფესიიდან გამომდინარე იმ დედაქალაქის იმ პრობლემებთან რომლებიც წლების განმავლობაში იყო არა მარტო დედაქალაქში ზოგადად აი ერთია ცოდნა და მეორე მოგვარება აი მოგვარების თვალსაზრისით მას რა გამოცდილება აქვს იმისო თქვენ მაგალითად მას ასეთ დიდოზე კი ბატონო თქვენ შემზე კარგად მოგეხსენებათ ტელევიზია როგორი რთული ინსტიტუტია ასე ვთქვათ და ის იყო გენერალური დირექტორის მოადგილე წლების განმავლობაში და მთელი რიგი სირთულეები აი ამ ბოლო პერიოდის ჩათვლით მან და მისმა გუნდმა გადალახა ერთად ასე რომ ეს მენეჯერისთვის ნამდვილად დასაფასებელია და ამ ხელა გუნდის წინამძღოლობა ნამდვილად რთულია და საფასუხისმგებლო ასე რომ მე იმედი მაქვს რომ ერთ ბრძოლაში მან უკვე დაამარცხა ივანიშვილი როდესაც თავისუფალ სიტყვას იცავდა და ასევე დაამარცხებს მის კანდიდატსაც ხებსაც მოდით გიავალსკი შემოგვერთდება ახლა ქართული ოცნების წარმომადგენელი ბატონო გია მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ჩვენ აქ